ბენზინგასამართის სადგურის ტერიტორია მალე სამშენებლო მოედნად იქცევა. ძმებ ხაკაძეების სამშენებლო ბიზნეს დღეს კიდევ ერთხელ აუნთეს მწვანე შოქი. ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ მაგისტრალზე ვისულ ჯგუფი 35 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას აპირებს. მშენებლობის ნებართვები და ის მრავალმილიონიანი მოგება, რომელსაც ეს ბიზნესი ტოვებს, ჯერჯერობით კვლავ რჩება თბილისის მერიის ხელში ერთ-ერთი იარაღად საკუთარი ფავორიტები ან საკუთარი კორუფციული ინტერესები დაიკმაყოფილონ ნაცვლად იმისა, რომ რეალურად ზრუნავდნენ ქალაქის ნორმალურ განვითარებაზე და ნორმალურ განაშენიანებაზე. ასე რომ მორიგჯერზე ფავორიტიზმით, შესაძლო კორუფციული ინტერესებით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვნად დააზიანებს ქალაქის ინტერესებს. განაშენიანების რეგულირების გეგმით უნდა აშენდეს ორი კორპუსი, რომელთა საერთო ფართიც 40,000 კვადრატულ მეტრამდე იქნება და ამ ფართის 95% საცხოვრებელ ბინებად გაიყიდება. ეს წილი ნორმატივს აჭარბებს, ამიტომ ხაკაძეები დოკუმენტებში წინასწარ მიუთითებენ, რომ მზად არიან კოეფიციენტის გადაჭარბებისთვის დამატებით გადაიხადონ. წარმოგიდგენთ მარშალ გელოვნის გამზირზე არსებულ მიწისნაკვეთებზე განაშენების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალების პროექტს ტერიტორიის საერთო ფართია 9157 კვადრატული მეტრი. მადლობთ, ეს 38 საკითხი. დიახ. ვაკენოთ კეჯის ხაზზე 39-ს გისმენთ. განაშენიანების რეგულირების გეგმა თბილისის საკრებულომ დღეს ისე დაამტკიცა, რომ ოცნების დეპუტატებიდან კითხვები არავის გასჩენია. საკრებულოს თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ ფავორიტები არ ყავთ. ჩვენ არ უყურებთ ამას, რომ ეს ვისოლ ჯგუფის არის თუ ნებისმიერი სხვა კომპანიის, რომელიც დღეს ოპერირებს საქართველოში. ამიტომ ის რასაც სატრანსპორტო პოლიტიკას ეხება, ამ თვალსაზრისითაც რა თქმა უნდა პრობლემებს არის, მაგრამ ეტაპობრივად ვაუმკლავდებით. სატრანსპორტო პრობლემებს გაუმკლავდებით თუ ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე, თუმცა თუკი საკრებულოს სხვა წევრების პასუხებს დავეყრდნობით, მარშალ გელოვანზე საცობთან გამკლავება მძღოლებს მხოლოდ საკუთარი ნერვების ფასად მოუწევთ. კომისიებზე დაესწრეთ, მობრძანე და გაიგებთ ყოველ შეკითხვები, ყველაფერი კომისიაზე. კომისიაზე გაიგო, რომ მარშალ გელოვანზე საცობი აღარ იქნება. პრობლემას არ დაამატებს, ისაც გადატვირთულ გამზირს. არა, დარეგულირდება. როგორ? შესაბამისად. როგორ შესაბამისად? როგორ შესაბამისად და ტრანსპორტის სამსახური, ანუ ურბანული სამსახური ამას შესაბამისად დაარეგულირებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხაკაძეების კომპანია თბილისის მუნიციპალიტეტში პრივილეგიებით სარგებლობს, რასაც მერკალაძის ინტერესებს უკავშირებენ. თითქმის 40,000 კვადრატული მეტრის მშენებლობის უფლება მიიღო ვისოლ ჯგუფმა, რომელიც ძალიან ცხადად და თითქმის დაუფარავად დღეს წარმოადგენს კახა კალაძის ფინანსურ და დეველოპერულ ინტერესებს ჩვენ ქალაქში. აქედან გამომდინარეობს ის უკონტროლო ნებართვები, რომელსაც ეს ჯგუფი იღებს და ეს ვერ მოხდებოდა კახა კალაძის მწვანე შუქის გარეშე, რომელიც არის ჩვენი ქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი. მარშალ გელოვანზე დაგეგმილი პროექტი ერთადერთი არაა, რამაც შესაძლოა თბილისელებს ცხოვრება გაურთულოს. იპოდრომის ტერიტორიაზე ამ დრომდე გადარჩენილ სიმწვანეში ვისოლ ჯგუფი 7 ცათამბჯენის აშენებას აპირებს, ასევე გადატვირთული თამარაშვილის გამზირის გასწვრივ. ტერიტორია ხაკაძეებმა 2 წლის წინ ბიძინა ივანიშვილისგან იყიდეს და საკრებულოსგან პირველადი თანხმობა ამ შემთხვევაშიც მიღებული აქვთ.